გამარჯობა. მედიის და ტელეხელოვნების კოლეჯი აგრძელებს გადაცემათა ციკლს პროფესიული კოლეჯების შესახებ. იმისთვის, რომ კიდევ ერთი პროფესიული სასწავლებლის თაობაზე მოგიყვეთ, შორს არ წავსულვართ. დღეს ჩვენი, ანუ თესეო მედიის და ტელეხელოვნების კოლეჯის შესახებ ვისაუბრებთ. ერთად ვნახოთ ჩვენი გადამღები ჯგუფის მიერ მომზადებული სიუჟეტი და შემდეგ გავესაუბროთ ჩვენ სტუდენტებს. რეკია, ხმა, შეამოწმე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი წარმოადგენს პროფესიულ სასწავლო დაწესებულებას, რომელიც აუდიო-ვიზუალური მიმართულების დარგებისთვის კვალიფიციურ კადრებს ამზადებს. ფოტო და ვიდეო გადაღება, მონტაჟი, გამოსახულების გრაფიკული გაფორმება, სატელევიზიო რეპორტაჟისა და ინტერვიუს წარმოება, ხმის ჩაწერა და დამუშავება. მოკლედ, მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი მოიცავს ყველაფერს, რაც აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებას და მულტიმედია პროდუქტის შექმნას ეხება. კოლეჯი არის სივრცე, სადაც ნებისმიერ მოტივირებულ ახალგაზრდას აქვს კრეატიული იდეების განვითარების და რეალიზაციის შესაძლებლობა. კოლეჯის მრავალწლიანი ისტორია 1989 წლიდან იწყება. მაშინ, როცა დოკუმენტური და სამეცნიერო ფილმების ავტორ-ოპერატორმა ზურაბ ბოშხნელმა საყმაწვილო სატელევიზიო სტუდია დააარსა. ასე ჩაეყარა საფუძველი დღევანდელ კოლეჯს, როგორც ფოტოგრაფიის, აუდიო-ვიზუალური ხელოვნებისა და მედიის მიმართულებების პირველ ფორმალურ სკოლას საქართველოში. 36 წლის მანძილზე სატელევიზიო სკოლა პერიოდულად იცვლიდა სახელწოდებას, იურიდიულ სტატუსს, მისამართს, მაგრამ არასდროს პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხს. კოლეჯის მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა საერთაშორისო ცნობადობის მოპოვება და მნიშვნელოვან აუდიო-ვიზუალურ პროექტებში პერმანენტული ჩართულობა. ამის დასტურია 17 საერთაშორისო ვიდეო პროექტში მონაწილეობა და მედიის მსოფლიო ფესტივალის გრან-პრი. სტუდენტთა შემოქმედებითი ინიციატივების წახალისების მიზნით 1990 წლიდან სატელევიზიო სკოლა 13 წლის მანძილზე ახორციელებდა სტუდენტური გადაცემის ზუმის ტრანსლირებას საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით. საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის ხელმძღვანელობასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე სასწავლო სატელევიზიო სტუდიაში წარმოებული ტელეპროდუქცია კვირაში ერთხელ 15-20 წუთის ხანგრძლივობით პირველი არხის ეთერით გადაიცემა. 2019 წლიდან კოლეჯში მუშაობს თავისუფალი შემოქმედების სტუდენტური კლუბი „პარაშუტი“. დაარსების დღიდან კოლეჯი ემსახურება პროფესიული სტუდენტების და მსმენელების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერას და ღია საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას, რაც 2022 წელს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გადაცემით დადასტურდა. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. წელს დაინტერესებულ პირებს კოლეჯი სთავაზობს 2025 წელს განახლებულ სადიპლომო პროგრამებს ფოტოგრაფიაში, ტელერეჟისურაში, მულტიმედია რეპორტიორობაში, სატელევიზიო კომპიუტერულ გრაფიკაში, ვიდეო საოპერატორო ხელოვნებასა და ვიდეო მონტაჟში. მე ნინი ქავთარაძე ვარ, მედიის და ტელეხელოვნების კოლეჯის სტუდენტი. სიუჟეტში მოკლედ მიმოვიხილეთ ამავე კოლეჯის პროგრამები. როგორც ნახეთ, თესეო მედიის და ტელეხელოვნების კოლეჯი საუკეთესო ადგილია შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ელენე ვიდეო საოპერატორო ხელოვნებას სწავლობს, დავითი კი ფოტოგრაფიას. გამარჯობა, მიხარია რომ აქ ხართ. გამარჯობა. გამარჯობა. დავით, მოდი შენგან დავიწყებ. როგორ გაიგე ჩვენი კოლეჯის შესახებ? ამ კოლეჯის შესახებ გავიგე ჩემი მეგობრისგან. ამის შემდეგ მოვუძებნე სოციალურ ქსელში მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი. ნახე რა პროგრამები ჰქონდათ, რა ხანგრძლივობის იყო და ამის შემდეგ გადავწყვიტე ჩაბარება. რამდენიმე წლის განმავლობაში ვეძებდი ისეთ ადამიანებს ან სივრცეს, სადაც მივიღებდი ცოდნას და გამოცდილებას ვიდეო საოპერატორო ხელოვნების მიმართულებით. ვერ პოულობდი ესეთ სივრცეს და 1 წლის წინ შემხვდა ამ კოლეჯის კურსდამთავრებულის ვიდეო, რომელიც ყვებოდა თავის გამოცდილებაზე ამ კოლეჯში და ძალიან მომეწონა და ვიფიქრე, რომ მეც მეცადა. დავით, მე და შენ ჯგუფელები ვართ, მაგრამ მოდი მაყურებელს ვუთხრათ, რას ვსწავლობთ ახლა. ამჟამად ვსწავლობ პორტრეტის გადაღებას, ვიყენებთ როგორც გარეგანათებას, ასევე იმპულსურ განათებას, ყავს მოწვეული მოდელები და საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი სამუშაო პროცესია. ჩვენი პროგრამა მოიცავს პირველ 6 თვეს 4 მიმართულებას. ეს არის სარეჟისორო მიმართულება, ვიდეო საოპერატორო, მონტაჟი და გრაფიკა. პირველი 6 თვის განმავლობაში ვისწავლეთ ეს მიმართულებები, შემდეგ უკვე ავირჩიეთ კონკრეტული მიმართულება, ამ შემთხვევაში მე ვიდეო საოპერატორო და
და ახლა ამ ეტაპზე ვსწავლობ ამ კონკრეტულად ამ განხრით, ვსწავლობთ განათების გასწორებას, დაყენებას, მართვას, ხმაზე მუშაობას, ხმის ჩაწერას, გადაღებას თავისთავად სხვადასხვა სიტუაციებში, სხვადასხვა кейსებს განვიხილავთ და ძალიან მრავალფეროვანი პროცესია ამ ეტაპზე. დავით, მოდი მაყურებელს ვუთხრათ, ჩვენი პროგრამა რა ხანგრძლივობისაა? ფოტოგრაფიის პროგრამა არის ერთწლიანი, თუმცა პერიოდულად ცხადდება ხოლმე მიღება მოკლევადიან კურსებზე, მათ შორის ერთ-ერთი მოკლევადიანი კურსის სარეკლამო ფოტოგრაფიის კურსდამთავრებული ვარ მე. ვიდეო საოპერატორო ხელოვნების პროგრამა ორწლიანია, რაც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას. ამ ეტაპზე უკვე მე 8 თვე ვსწავლობ და პრაქტიკებზე ვარ ფაქტობრივად სულ გადასული. მაგალითად, ოპერატორები ხშირად დავდივართ სხვადასხვა კოლეჯებში, ვმუშაობთ სიუჟეტებზე. ასევე ჩართულები ვიყავით ქართულ-ამერიკულ პროექტში და გვაქვს ხოლმე გადაღებები სტუდენტური კლუბი პარაშუტის ფარგლებშიც. აი, შემდეგი კითხვა მქონდა ზუსტად პრაქტიკაზე და მოდი დავითისგან დავიწყებ. ისევ დავით, რო გითხრა, აი რა ისწავლე ამ პერიოდის განმავლობაში და რა არის ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონს? ფოტოგრაფიის პროგრამა დავიწყეთ თეორიის შესწავლით, შემდეგ შევისწავლეთ კამერის მახასიათებლები. ამ პროგრამის 80% მოიცავს პრაქტიკული სამუშაოები, ვიღებთ პეიზაჟს, სარეკლამო ფოტოებს, ასევე პორტრეტს. ამის შემდეგ, პორტრეტის გადაღების შემდეგ დავამუშავებთ ამ ფოტოებს Photoshop-ში და შემდგომ უკვე მოვამზადებთ პროექტისთვის. გარდა ამისა, სტუდენტებს ეძლებათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ფოტოკონკურსებში, რაც საკმაოდ საინტერესო გამოცდილებაა. და თან ძალიან კარგი არის ის, რომ ყველა შეუძლია მონაწილეობის მიღება, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პროგრამაზე სწავლობს. ერთ-ერთ კონკურსში მეც მივიღე მონაწილეობა და პირველ ადგილზეც გავედი. პრაქტიკულ ნაწილს რაც შეეხება, ჩვენ გქონდა ერთ-ერთი საგანი, სადაც მოგვეთხოვებოდა, რომ გადაგვეღო ვიდეო სიუჟეტი დაახლოებით 3-5 წუთიანი და 6 თვის თავზე წარგვედგინა ყველასთვის კოლეჯში. აქ ჩვენ თვითონ უნდა მოგვეფიქრებინა სცენარი, დაგვეწერა, ჩვენ უნდა ყოფილიყავით რეჟისორები, გადაგვეღო, ზოგს მონაწილეობაც მიგვეღო ამავე ვიდეოში, დაგვემონტაჟებინა, გრაფიკა გაგვეკეთებინა. და ფაქტობრივად ყველა ჩემი უნარი დავტესტე და გამოვცადე და გავარკვიე რა ვიცოდი და რა არ ვიცოდი და რა მექნებოდა კიდევ დასახვეწი და სასწავლი და იყო ძალიან კარგი გამოცდილება. იმ ყველაფრისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ კოლეჯში, საჭიროა ძალიან კარგი აღჭურვილობა და მოდი მაყურებელსაც ვუთხრათ, რა მდგომარეობაა ამ მხრივ კოლეჯში. ფოტოგრაფებს გვაქვს ყველა ეს აღჭურვილობა, რაც აუცილებელია ნაყოფიერი მუშაობისთვის. გვაქვს თანამედროვე ფოტოაპარატები, ლინზები, სხვადასხვა სახეობის, ასევე შტატივი, იმპულსური განათებები. ეს ყველაფერი ქმნის საინტერესო გარემოს სწავლისა და შემოქმედებისთვის. აუდიოვიზუალური ხელოვნების სტუდენტებსაც გვაქვს საკმაოდ კარგი აღჭურვილობა. მე ვარ ფრილანსერი, ფოტოგრაფი და ოპერატორი, თუმცა არ მაქვს შეხება არასდროს ესეთ კამერებთან, რაც აქ დაგვხვდა. ძალიან საინტერესოა ამ კამერების დატესტვა, მათთან ერთად მუშაობა. ასევე, როგორც ვიცი, უნდა გავიაროთ მოდული, რომელიც მოიცავს სპეცტექნიკის გამოყენებას, მაგალითად ამწე, დრონი, სტაბილიზატორი, რაც მგონია, რომ ძალიან კარგი გამოცდილება იქნება. საგანმანათლებლო დაწესებულების გარდა კოლეჯი არის სოციალური სივრცეც, ხო? მე მაინტერესებს რა მოგცათ აქაურობამ განათლების გარდა. ამ კოლეჯში გავიცანი საინტერესო ადამიანები, დავმეგობრდით, ძალიან დიდ დროს ვატარებთ დღის განმავლობაში ერთად, ფაქტობრივად, როგორც პროფესიონალები და როგორც ადამიანები ერთად ვიზრდებით და ვითარდებით. ასევე მინდა გამოვყო ფოტოგრაფიის პროგრამის ხელმძღვანელი ბატონი კახა ხაკაძე, რომელიც ძალიან მეგობრული ადამიანია, დაუზარელი, აბსოლუტურად ყველა კითხვაზე პასუხობს და ყოველთვის ჩვენთან და ჩვენს გვერდით არის. მეც ბევრი მეგობარი შევიძინე კოლეჯში, რომლებთანაც ფაქტობრივად ერთ ენაზე ვსაუბრობ. ასევე გავიცანი და დავმეგობრდი უკვე ლექტორებთანაც, რომლებიც გარდა იმისა, რომ არიან ზე პროფესიონალები თავიანთი საქმის და ეტყობათ, როგორ უყვართ თავიანთი საქმე, ამის გარდა აქვთ ძალიან ბევრი კარგი უნარი. პირველ რიგში არიან ძალიან კარგი მასწავლებლები, შეუძლიათ ცოდნის გადმოცემა და ორიენტირებული არიან იმაზე, რომ გაგაგებინონ და შენც მოგანდომონ და აგანთონ რაღაცნაირად. ასევე გამოვყოფდი ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან უნარს, რაც არის სწორი ფორმით უკავშირის მოცემა. არ მახსენდება ლექტორი, რომელსაც ცუდი უკავშირი მოუწია, ან ცუდი ფორმით მოუწია, პირიქით, როდესაც ვიღებთ უკავშირს, არის მამოტივირებელი და ყოველთვის მინდა, რომ მეორე დღეს გავიდე, ავიღო კამერა და გადავიღო უფრო კარგად და უფრო მეტი ვცადო. როგორ უყურებთ დასაქმების პერსპექტივას კოლეჯის დასრულების შემდეგ? საკმაოდ დიდი კონკურენციაა ჩემს სფეროში, ფოტოგრაფიაში. მე დაინტერესებული ვარ სპორტის გადაღებით. ვფიქრობ, რომ დიდი გამოწვევები მაქვს წინ, მაგრამ იმ ცოდნით და იმ გამოცდილებით, რასაც კოლეჯში შევიძენ, ვფიქრობ, რომ ყველაფერს გავუმკლავდები.
ამ ეტაპზე ვარ ფრილანსერი და მაქვს გარკვეული გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებებში, თუმცა არ მაქვს გამოცდილება დიდ სეტებზე მუშაობის, სხვადასხვა დიდ პროექტებზე და მგონია რომ აქ როდესაც დავასრულებ აქ სწავლას, მექნება უკვე ეს საშუალება და ზოგადადაც ვფიქრობ რომ თუ მოინდომებ და თუ აყვები აქაურ ტემპს, აუცილებლად დასაქმდები ძალიან მარტივად. არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, იმიტომ რომ ჯერ არ დამისრულებია მეც სწავლა, მაგრამ უკვე დავსაქმდი ფოტოგრაფად და იმედი მაქვს, რომ ამავალში მეც ვიმუშავებ დიდ პროექტებზე. მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, მომავალ შეხვედრამდე.